იცით რა არის ყველაზე უცნაური? ადამიანები ზოგჯერ სიკეთეს აღარ ვიჯერებთ. განა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ცუდები. არა, იმიტომ რომ ხშირად ხვდებით ყალბ სიკეთეებს. ეს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება ის რაიც არსებობს. პროგრამა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის თუ როგორ კეთდება ქველმოქმედება. ისინი არჩევენ დასახმარებელ ოჯახებს, რომლებიც არიან მრავალშვილიანები, სოციალურად დაუცველები, ოჯახები, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია. განა სხვა ოჯახები არ არის დასახმარებელი, მაგრამ ეს კაცი შეზღუდვები, იმიტომ არის რომ ქუთაისში იმდენად ბევრია გაჭირვებული ადამიანები და იმდენად ბევრი ოჯახი აქ მაყოფილებს ამ კაც კრიტერიუმებს, რომ მათზე შეჩერდა აქცენტი. ეს ორგანიზაცია ამ ქველმოქმედებას 15 წელია ეწევა და ყოველ წელს ოჯახების რაოდენობას ზრდის და ჯერ კიდევ ვერ ამოწურა ეს რაოდენობა. ღონისძიებამდე ერთი თვე აქტიური სამუშაოებია, მოხალისეები გადიან ქუჩებში, აგროვებენ თანხებს, ურიკებით მოგზაურობენ ბაზარში, აგროვებენ პროდუქტებს, ეძებენ სპონსორებს. და აი ამ დღეს საქველმოქმედო ღონისძიებაზე ამობენ ყველაფერს. რამ თანხა შეგროვდა, რამდენი ოჯახს ეხმარებიან, რამდენი ბავშვია ჯამურად ამ ოჯახებში დაახლოებით 150-მდე ბავშვი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხდება 31 დეკემბრის ღამეს, როდესაც პროდუქტებით და საჩუქრებით ატვირთული ქარავანი მიემართება ოჯახებისკენ დასახმარებლად. წარმოიდგინეთ, ამ მომენტში არავინ არ იღებს ფოტოებს, არავინ არ იღებს ვიდეოებს. რადგან ეს ყველაფერი ხდება ამ ოჯახებისთვის და არა პიარისთვის და არა ქულების დასაწერად. რა თქმა უნდა, თანხების შესაკროვებლად საჭირო და აუცილებელია სოციალებში პიარი, ოჯახების მოძიება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვინო ამ ღონისძიების შესახებ ხმა, მაგრამ როდესაც უშუალოდ ქველმოქმედებას ეწევი, ჩემი აზრით ვიდეო უკვე ზედმეტია. გობის პრობლემა, ნებისმიერ შეუძლია ამ ქარავანს გაყვეს, ნახოს ეს ოჯახები, შეაფასოს მათი გაჭირვება. თავადაც დაეხმაროს ნებისმიერ საჩუქრით რაც მას უნდა, მაგრამ ფოტოს და ვიდეოს ვერ გადაიღებს. 10 წელია მეგობრობ ამ ორგანიზაციასთან და მქონია შეხება ოჯახებთან, რომლებიცთვისაც ძალიან რთულია კამერის წინ დგომა, მაგრამ ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც კამერის ჩართვაზე თანხმობას გაძლევენ, რადგან მათთვის იმ მომენტში მოწყალება უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ ოჯახებს ყავთ ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლებში და მათთვის უხერხულია გასაჯაროება მსგავსი შინაარსის ვიდეოების. ამიტომ არ ვამბობ, რომ ადამიანები, რომლებიც ვიდეოს იღებენ ქველმოქმედებისას, ისინი ცუდები არიან, არა, პირიქით, ესეც სიკეთეა, ესეც ქველმოქმედებაა. უბრალოდ თუ სიკეთეს ვაკეთებთ, ბოლომდე გავაკეთოთ სიკეთე და ამ ადამიანებს ამ სიკეთის გაკეთებით უხერხული მომენტები არ შეუქმნათ. სიკეთის და ქველმოქმედების გაკეთებას არ ჭირდება ადამიანების სახეების, სახელების ჩვენება, მათი გასაჯაროება. ჩვენ მოგვიყვა ოჯახი, რომელმაც ვიდეოს გადაღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ქველმოქმედებაზე უარი უთხრეს. ეს აღარ არის სიკეთე, ეს აღარ არის ქველმოქმედება, ეს უბრალოდ არის საკუთარი პიარის გამო ფინანსების დახარჯვა. ასეთი ქმედებები ადამიანს აღარ უბიძგებს, რომ ქველმოქმედებაში დაგეხმაროს. გუში გავიცანი ერთი მოხალისე ბიჭი ამ ორგანიზაციიდან, რომელიც თავად გახდა სოციალურად დაუცველი და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები. მაგრამ მისი ცხოვრება წავიდა უკეთესობისკენ და დღეს ის უკვე თავად ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ნამდვილი სიკეთე გადამდებია. სიკეთეს გაკეთებას თარიღი არ აქვს, მაგრამ ამ ადამიანებმა ახალი წლის ღამე აირჩიეს, იმიტომ რომ ამ დღეს ყველას ოჯახში არის სუფრა გაშლილი, ყველა ოჯახი მხიარულობს, მაგრამ არსებობენ ოჯახები, რომლებისთვისაც ახალი წლის ღამე ზუსტად ისეთივე მძიმეა, როგორც დანარჩენი ყველა სხვა დღე. ამიტომ ისინი მიდიან მათთან და ბავშვებს ეუბნებიან, რომ ის მაინც არსებობს. არსებობს საჩუქრები, არსებობს ახალი წლის სუფრა და არსებობს ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მათზე. ასე რომ, როდესაც ნამდვილი სიკეთის მაგალითს ნახავ, შენშიც იბადება რაღაც თვლილი და მაინც თუ შეკითხვას დასვამ, არსებობს თუ არა უანგარო სიკეთე, პასუხი ძალიან მარტივია. ის მაინც არსებობს.